M767 ჰაუბიცა დიდი და მძიმე საარტილერიო იარაღია, რომლის წონაც 4 ტონაზე მეტია. მას არ აქვს ძრავი და ჯავშანი და მიუხედავად იმისა, რომ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე დამიზნების და ცეცხლის მართვის სისტემები, ის მაინც ძალიან ტრადიციული სამხედრო ტექნიკაა. ამიტომ თეორიულად ის შედარებით უსარგებლო უნდა იყოს რუსეთ-უკრაინის ომში. კონფლიქტში, რომელშიც უკვე დომინირებენ თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები და უახლესი იარავეს სისტემები. საბოლოო ჯამში მათი კამიკაძე დრონებით, რომლებიც ცაში ირევიან, რუსეთს არ უნდა კონდეს დიდი სირთულე მტრის საარტილერიო დანადგარების პოვნასა და განადგურებაში. თუმცა გამძლეობის, ინოვაციისა და გონივრული ადაპტაციის შერწყმით, უკრაინამ ეს თითქოს უსარგებლო იარაღი თავისი არსენალის ფასდაუდებელ და მომაკვდინებელ ელემენტად აქცია. მაგრამ სანამ ვნახავთ, როგორ მოხდა ეს, მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ აღნიშნულ იარაღს. M767 ჰაუბიცა არის ბუქსირებადი 155 მმიანი საარტილერიო სისტემა, რომელიც შექმნილია და განვითარებულია ბრიტანული თავდაცვის კომპანია BAE Systems-ის მიერ. თუმცა მისი ნაწილების დაახლოებით 70% რეალურად დამზადებულია შეერთებულ შტატებში, ხოლო წარმოებისა და ინტეგრაციის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშეთში. პირველი M767-ები წარმოების ხაზიდან ჩამოვიდა 2000-იანი წლების დასაწყისში და მას შემდეგ ისინი შეიარაღებაში მიიღეს. მიწის ძალები ASASH-ში, ავსტრალიაში, კანადაში, კოლუმბიაში, ინდოეთში, საუდის არაბეთსა და უკრაინაში იყენებენ მას, ხოლო M767-მა საბრძოლო მოქმედებებში პირველად ავღანეთის ომის დროს მიიღო მონაწილეობა. ისინი ასევე გამოიყენეს ერაყის ომში, სირიის სამოქალაქო ომში, იემენის სამოქალაქო ომში და ახლა რუსეთ-უკრაინის ომშიც. დრო და დრო მათ თავიანთი ეფექტურობა არაერთხელ დაამტკიცეს. და როცა M767-ის ტექნიკურ მახასიათებლებს დააკვირდებით, ადვილი გასაგებია რატომ. პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ ისინი შედარებით დიდი და მძიმეა, ისინი მნიშვნელოვნად მსუბუქია ძველ მოდელებთან შედარებით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 4,2 ტონაზე M767 41%-ით მსუბუქია, ვიდრე 7,15 ტონიანი EMAS 98 ჰაუბიცა, რომლის ჩასანაცვლებლადაც ის შეიქმნა. ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ მისი კონსტრუქციის დიდი ნაწილი შედარებით მსუბუქი ტიტანისგან არის დამზადებული. და რადგან ის ბევრად უფრო მსუბუქია ვიდრე მისი წინამორბედი, მისი გადაადგილება წერტილიდან წერტილამდე ბევრად უფრო მარტივია. მაგალითად, მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია ვერტფრენებითა და სატრანსპორტო თვითმფრინავებით, როგორიცაა Lockheed CS-30 Hercules ან C5 Galaxy. ასევე შესაძლებელია მისი ბუქსირება მიწაზე ტაქტიკური მანქანებით, როგორიცაა FMTV და MTVR ტაქტიკური მანქანები. M767-ის უფრო თანამედროვე დიზაინი ასევე ნიშნავს, რომ მისი ექსპლუატაციისთვის აღარ არის საჭირო იმდენი ადამიანი. ძველი მოდელებს ეკიპაჟის შემადგენლობაში 9 წევრი სჭირდებოდათ, მაშინ როცა M767 შეუძლია მუშაობა მხოლოდ 5 წევრით, ან საგანგებო სიტუაციებში სულ 3 ადამიანის ეკიპაჟითაც კი. შეიძლება ითქვას, რომ M767-ის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი სიზუსტეა. თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვის სისტემებისა და GPS-ით მართული საბრძოლო მასალის გამოყენებით, მას შეუძლია მიზნების დაზუსტებით განადგურება 25 მილის 40 კილომეტრის მანძილზე გამორჩეული სიზუსტით და მინიმალური შეცდომის ალბათობით. მისმა წარმოუდგენელმა სიზუსტემ ზოგიერთი ექსპერტი აიძულა მას გიგანტური სნაიპერული თოფი უწოდონ, რადგან ის უფრო ეფექტურად ანადგურებს სამიზნეებს დიდი მანძილიდან, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა ჰაუბიცა. შემდეგ არის M767-ის მრავალფუნქციურობა. ის შეუძლია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის სროლა, მათ შორის M982 ჭკვიანი საარტილერიო ჭურვების, რომლებიც სამიზნესთან 10 მეტრის 33 ფუტის სიზუსტით ეწემა, მაშინაც კი როცა 24 კილომეტრის 15 მილის მანძილიდან ისვრიან. ის ასევე შეუძლია გაუშვას ისეთი ჭურვები, როგორიცაა M559A ერთი რაკეტით გაძლიერებული ჭურვები, Bofors-ის მართვადი საარტილერიო კლასტერული ჭურვები, M1128 ბაზის ბლიდის ჭურვები და XM113 გაზრდილი მოქმედების რადიუსის ჭურვები. ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში, 2022 წლის აპრილში, უკრაინამ მიიღო დიდი პარტია, 90 ერთეული M767 სისტემა შეერთებული შტატებისგან. დამატებითი ერთეულები კი კანადამ და ავსტრალიამ მიაწოდეს. მეტი ერთეული შემდგომ თვეებსა და წლებში ჩამოვიდა. ASH-მ ასევე მიაწოდა რამდენიმე მილიონი ჭურვი, როგორც ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა, ასევე სპეციალიზებული ჭურვები. მაგალითად, M718 დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ჭურვი, RAM, რომელიც არის საარტილერიო ჭურვი ანტიტანკური ნაღმებით შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გარკვეული სირთულეები იყო, როცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ამ სისტემების სრულად გამოყენების სწავლა, მალე ისინი ძალიან ეფექტურები აღმოჩნდნენ. მართლა, 2024 წლის დასაწყისისთვის M767 უკვე ითვლებოდა როგორც შესაძლოა ყველაზე გამსაზღვრელი იარაღი ამ კონფლიქტში. იმ დროს არტილერია იყო ბრძოლის ველზე ყველაზე დიდი ზიანის მომტანი, რომელიც ორივე მხარეს მსხვერპლის დაახლოებით 80%-ზე იყო პასუხისმგებელი. 2024 წლის თებერვლის შეფასებებით, არტილერიის სისტემებმა პირდაპირ მოკლეს ან დაჭრეს დაახლოებით 400,000 ჯარისკაცი საერთო ჯამში.
და მიუხედავად იმისა, რომ მის განკარგულებაში იყო მრავალი დასავლური შეიარაღების სისტემა, მათ შორის ფრანგული სეზარი, 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, ამერიკული M142, მაღალი მანევრულობის артиლერიის სარაკეტო სისტემა და M109 პალადინის თვითმავალი ქვემეხი. M777 შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად ფასობდა უკრაინული артиლერიის გუნდებში. იმიტომ რომ მასთან მუშაობა ძალიან მარტივი იყო, ძალიან ზუსტი და საიმედო იყო, რაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი ღირებულება. მაგალითად, 2023 წლის თებერვალში კრემლის ძალები აგრესიულად ცდილობდნენ დაეკავებინათ პატარა ქალაქი დონბასში, სახელად ვულოდარი. რუსი ჯარისკაცებისა და ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა შტურმით დაესხა ამ ტერიტორიას. ერთ შეტევაში ასევე მონაწილეობდა დიდი მექანიზებული კოლონა, ტანკებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებითა და ჯავშან ტრანსპორტიორებით, რომლებიც ცდილობდნენ გაევლოთ ვიწრო გასასვლელი. M777-მა ისინი ადვილად გაანადგურა, კასში გამომწყვდეულ თევზებივით. холод მოკლე დროში 30-ზე მეტი მძიმე შეიარაღების სისტემა განადგურდა. როდესაც უკრაინა იყენებდა ამერიკულ M718 RAM ტიპის ჭურვებს, ტანკებისა და ჯავშან ტრანსპორტიორების ადვილად გასანადგურებლად. სხვა ფრონტის ხაზებზე უამრავი მსგავსი ისტორია იყო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ომმა სრულიად სხვა მიმართულება მიიღო და ბევრ ექსპერტს M777-ის ბედი ყველაზე მეტად აშინებდა. რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ტრადიციულ სახმელეთო ტაქტიკასა და მექანიზებულ შეტევებზე დამოკიდებულება და დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების, UAV-ების, გაცილებით დიდი რაოდენობით გამოყენება, ვიდრე ოდესმე. უკრაინამაც ნელა, მაგრამ სტაბილურად გადაინაცვლა ამ ომის სტილზე. შექმნა და გამოიყენა საკუთარი დრონების არსენალი მტრის შეტევების წინააღმდეგ. და როდესაც ფრონტის ხაზზე ნებისმიერ მომენტში ათასობით დრონი დაფრინოს, დიდი და მძიმე საარტილერიო სისტემები მოულოდნელად უზარმაზარ სამიზნეებად იქცევა, რომლებიც თითქოს უბრალოდ ელოდებიან რუკიდან გაქრობას. უკრაინას ვეღარ შეეძლო უბრალოდ სადაც უნდოდა იქ დაეყენებინა თავისი M777-ები და მტრის შეტევით ჯგუფებზე ცეცხლი გაეხსნა. ამის ნაცვლად მუდმივად უნდა ეშინოდა ზემოდან მომავალი საფრთხის. მუდმივად ყური უნდა ეგდო რუსეთის შახიდის დრონებისა და სხვა ასაფეთქებელი უპილოტოების დამახასიათებელი ბზუილისთვის. რადგან მიუხედავად იმისა, რომ M777 ნამდვილად შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება, ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ თავადაც ბევრი ზიანი აიტანოს. მას არ აქვს საკუთარი ჯავშანი ან სხვა დამცავი საშუალებები, მაგალითად. და ერთი დრონის დარტყმაც კი სწორ ადგილას საკმარისია, რომ მთელი ჰაუბიცა მწყობრიდან გამოვიდეს, ან დროებით, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში სამუდამოდ. საოცარი არ არის, რომ ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობდა, თითქოს M777 გარდაულად უსარგებლო გახდებოდა, როცა კონფლიქტი უფრო და უფრო დრონებით ომის ფაზაში გადავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. დღესაც კი 2026 წელს უკრაინელი артиლერისტები კვლავ რეგულარულად იყენებენ M777-ს. ისინი კვლავ მიიჩნევენ მას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად, რაც მათ ხელთ აქვთ. ხოლო ერთმა артиლერისტთა ეკიპაჟმა, პირველმა ცალკე შეტევითმა პოლკმა, ღიად ავიარა, რომ M777 ჰაუბიცების გარეშე უკრაინა დღეს ბევრად უფრო სუსტ მდგომარეობაში იქნებოდა. პირველი პოლკი ამატებს, რომ ცოტა ხნის წინ მათ ახალი პარტია ამ ჰაუბიცებიდან მიიღეს. ეხლა ჩვენ კიდევ რამდენიმე M777 ჰაუბიცა გვაქვს და ყველა უკვე პოზიციაზეა. და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ისინი გვაქვს, რადგან ისინი ძალიან ზუსტია. ეს ქვემეხები აგრძელებენ გამორჩეული ეფექტურობის ჩვენებას. უკრაინული ეკიპაჟები 80%-იან ეფექტურობაზე საუბრობენ. ეს ნიშნავს, რომ ნასროლი ჭურვების უმეტესობა მიზანს ზუსტად ხვდება და ისინი ყოველდღიურად ანადგურებენ მტრის ტანკებს, ტექნიკას, ჯარისკაცების კონცენტრაციებსა და სხვა ობიექტებს. მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? როდესაც რუსული დრონები ცას პატრულირებენ და საკმარისად დიდი საბრძოლო ტვირთი აქვთ, რომ წამებში გაანადგურონ M777, როგორ მოახერხა უკრაინამ ამ იარაღებისგან ასეთი დიდი სარგებლის მუდმივად მიღება? ეს ყველაფერი ადაპტაციაზეა დამოკიდებული. ომის ვითარების ცვლილებასა და განვითარებასთან ერთად, უკრაინასაც უწევდა მასთან ერთად განვითარება და ადაპტაცია. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ჩამოეწერათ M777 ჰაუბიცები და ეღიარებინათ, რომ ისინი აღარ შეესაბამებიან მიზანს, კიევის ძალებმა ახალი, ინოვაციური და გონიერი გზები იპოვეს მათი გამოყენებისთვის. მაგრამ სანამ ზუსტად ნახავთ, როგორ აკეთებენ ამას, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვაშლით ყველაფერს დეტალებად. ომის ადრეულ ეტაპებზე უკრაინა თავის M777 ქვემეხებს ფრონტის ხაზთან ახლოს მიათრევდა და მტრის პოზიციებზე ისროდა. მტრის ტექნიკას რუკიდან შლიდა. ეხლა დრონების საფრთხის პირობებში ეს ტაქტიკა აღარ მუშაობს. როგორც კი M777 ერთ ჭურვს ისვრის, მტერი მაშინვე აქტიურდება. დრონების ეკიპაჟები მოქმედებაში ერთვებიანან, სადაზვერვო უპილოტო აპარატებით, ლანსეტის ტიპის კამიკაძე დრონებით და მუდმივი შახიდის დრონების საფრთხით. საგარდა იქმნება სასიკვდილო სანადირო ველად, სადაც მტრის არტილერიას ეძებენ და ანადგურებენ. ეკიპაჟი არც კი რჩება დრო, რომ ხელახლა დატენონ, ან შემდეგი გასროლა მოამზადონ. შედეგად უკრაინას მოუწია M777-თან მუშაობის სტრატეგიის შეცვლა. იმის ნაცვლად, რომ ხანგრძლივი დროით ერთსა და იმავე ადგილას დარჩნენ, უკრაინა გადავიდა ეგრეთ ოლეგმოდ
დაარტყი და გაიქეცი ტაქტიკაზე, რაც გულისხმობს ჰაუბიცების გადაადგილებას დღეში რამდენჯერმე, ისე რომ არასოდეს დარჩნენ ერთ ადგილას დიდხანს. ეს მარტივი არ არის. პირველი პოლკი ამას აღიარებსაც და ამბობს: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოცდილია შენი ეკიპაჟი. ასეთ ქვემეხთან პოზიციაზე მისვლა ძირითადად ლატარია. ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გადაადგილებისას დაგინახავენ და ჯარისკაცებს ასევე უწევთ მთელი ამუნიციისა და სხვა აღჭურვილობის ჩალაგება, როცა ერთი ადგილიდან მეორეში გადადიან. შემდეგ, როცა ახალ ადგილას ჩადიან, ისევ თავიდან უწევთ ქვემეხის აწყობა, დატენვა, გასროლისთვის მომზადება და ასე შემდეგ, სანამ კიდევ ერთხელ მოემზადებიან ტერიტორიის დასატოვებლად. ეს დამხლელი პროცესია, მაგრამ ეს არის საუკეთესო გზა, რომ ჰაუბიცები რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს უუნებელი და ეფექტური. და ამ ეტაპზე ეს მუშაობს. აქ შემოდის საქმეში M777-ის კონსტრუქციული თავისებურებები. ის ფაქტი, რომ ის ბევრად მსუბუქია ძველ საარტილერიო სისტემებთან შედარებით, ნიშნავს, რომ მისი გადატანა არც ისე რთულია, თუნდაც რთულ რელიეფზე და უკრაინელმა ეკიპაჟებმა სრულყოფილად აითვისეს მათი ქვემეხების აწყობისა და დაშლის ხელოვნება. მათ შეუძლიათ ეს რთული პროცედურები რამდენიმე წუთში შეასრულონ, რაც საშუალებას აძლევს მათ სწრაფად შევიდნენ და გამოვიდნენ სროლის პოზიციებიდან მანამდე, სანამ რუსებს ექნებათ დრო ზუსტად დაადგინონ მათი ადგილმდებარეობა და საპასუხო ცეცხლი გახსნან. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც უკრაინული ძალები მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ M7-ს, 67-ს 2020 წელს. კიევის ძალებს ასევე აქვთ რამდენიმე დამატებითი ხრიკი, მაგალითად, სატყუარები. ყველაზე მარტივი და იაფი მასალების გამოყენებით, მათ შორის ხის, ჯართის და ძველი საკანალიზაციო მილებისაც კი, უკრაინის გენიალურმა ინჟინრებმა შექმნეს სრულიად ყალბი M7-ს 67-ები, რათა რუსები მოეტყუებინათ და დრონებით ყუილად დაეხარჯათ მათ გასანადგურებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს სატყუარები უხეში მასალებისგან არის აწყობილი, ისინი ხშირად საოცრად რეალისტურად გამოიყურება. ზოგიერთ მათგანს მაგალითად მცირე კვამლის ღრუბლები აქვს, რათა ისე ჩანდეს თითქოს ახლახან ისროლეს. სხვა სატყუარები შეიძლება აღჭურვილი იყოს მარტივი სითბოს წყაროებით, მაგალითად ბატარეაზე მომუშავე გამაცხელებლებით ან პატარა ძრავებით, რათა ნამდვილი იარაღის ლულების სითბოს გამოსხივება დაასიმულირონ, რაც ზრდის შანსს, რომ რუსულმა დრონებმა ისინი შენიშნონ და დრო და რესურსები დახარჯონ მათ განადგურებაში. ამასობაში ნამდვილი M7-77 ჰაუბიცები უკვე გზაში არიან სხვა სროლის პოზიციისკენ. ზოგ შემთხვევაში ასეთი სატყუარების დამზადება $1000-ზე ნაკლები ჯდება, მაგრამ რუსეთს მათი გასანადგურებლად შეიძლება $50,000 ღირებულების უპილოტო აპარატების დახარჯვა მოუწიოს. და ეს დანაკარგები დროთა განმავლობაში გროვდება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა იმ მრავალთაგან, რომლითაც უკრაინა ომის ეკონომიკურ ფრონტზე იმარჯვებს. აიძულებს რუსეთს ფული, ხალხი და რესურსები ფუჭად დახარჯოს და სანაცვლოდ თითქმის არაფერი მიიღოს. უკრაინამ ასევე საკმაოდ უჩვეულო მოდიფიკაციები შეიტანა თავის M7-77 ჰაუბიცებში. დღეს გამოყენებულ ბევრ მოდელში, მაგალითად ელექტრონიკა და ცეცხლის მართვის სისტემები ამოღებულია. ეს შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ამის უკან ძალიან ლოგიკური მიზეზი დგას. როდესაც M7-77 ჰაუბიცები პირველად ჩავიდა უკრაინაში, ბევრს ჰქონდა ბატარეები, ტაბლეტები და GPS სენსორები ჩაშენებული კონსტრუქციაში. მაგალითად, თვითონ ქვემეხის ქვეშ იყო განყოფილება, სადაც ბატარეები ინახებოდა, რომლებიც ტაბლეტებს ამარაგებდა ენერგიით, ხოლო ორი ტაბლეტი თითო-თითო მსროლელის პოზიციაზე იყო განთავსებული. თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინამ გააცნობიერა, რომ რუსეთი რეალურად იყენებდა ამ ტაბლეტების, ბატარეებისა და სენსორების ელექტრონულ სიგნალებს M7-77 ჰაუბიცების მდებარეობის დასადგენად და მათ დასარტყმელად. აი მაშინ მიხვდნენ ბიჭები, რომ უკეთესი იყო მათი გათიშვა. განმარტა პირველი პოლკის წარმომადგენელმა და დაამატა: უფრო ეფექტურია ძველი მეთოდით მუშაობა. ამ ელექტრონული მოწყობილობების გარეშე რუსებისთვის ბევრად უფრო რთულია უკრაინის ქვემეხების პოვნა და განადგურება. და სწორედ ასეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების წყალობით უკრაინა დღემდე ახერხებს M7-77 ჰაუბიცის რეგულარულ გამოყენებას, რათა შეაჩეროს მტრის ფრონტის ხაზზე შეტევები. რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარე ის არის, რომ ეს დამატებით ზეწოლას ახდენს M7-77-ის ეკიპაჟზე, როდესაც საქმე ეხება ქვემეხის დატენვას და გასროლების დამიზნებას. მაგალითად, მათ უწევთ გამოიყენონ დიდი მოხრილი ჯოხები, რომლებიც ცნობილია როგორც დამტენები, რათა ჭურვები ლულაში შეიტანონ. ეს ძალიან მძიმე სამუშაოა. ჭურვები მძიმეა, ჯოხები მოუხერხებელია, ხოლო ქვემეხები ძალიან ხმაურიანია და მათი გადადგილება დროს მოითხოვს. თუმცა უკრაინა კვლავაც პოულობს გზებს, რომ თავისი ეკიპაჟები უფრო ეფექტურები გახადოს. მაგალითად, ზოგიერთი დანაყოფი აღჭურვილია თანამედროვე ეგზოსკელეტით, რაც მათ საშუალებას აძლევს ბევრად უფრო მარტივად ასწიონ და განათავსონ ჭურვები, ზედმეტი დატვირთვის გარეშე ზურგსა და სხეულზე. ოპერაციული ჯგუფებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის ხარჯვა არ მოხდეს. ერთ-ერთმა M7-77-ის ეკიპაჟის მეთაურმა ინტერვიუში განაცხადა: ჩვენ ვერ სურვით მხოლოდ მიზნებს, ზედმეტ გასროლებს არ ვაკეთებთ. თუ პოზიციაზე გავდივართ, სწრაფად და ეფექტურად მუშაობთ. ეს ორი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ხდება. პირველ რიგში M7-77-ის უფრო ეფექტური გამოყენება ნიშნავს, რომ ნაკლები ჭურვი იკარგება და მეტი აღწევს მიზანს, რაც მაქსიმალურ ზიანს აყენებს რუსულ რიგებს და მტერს. ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს საპევს საპასუხო დარტყმისთვის.
მეორეც, როდესაც უკრაინა არ ხარჯავს ჭურვებს, უშედებოდ ან არ ისვრის ჰაუბიცებს ზედმეტად, ისინი უფრო დიდხანს ძლებენ, რადგან ასეთი სისტემები როგორც წესი დიდხანს აძლევენ. ჩვეულებრივ M777-ის ლულას შეუძლია მაქსიმუმ 2500 გასროლა, სანამ შეკეთება ან შეცვლა არ დასჭირდება. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მიიღო ბევრი სისტემა და საბრძოლო მასალა თავისი მოკავშირეებისგან, მას არ აქვს შეუზღუდავი მარაგი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები. მას უნდა გამოიყენოს თითოეული გასროლა ეფექტურად და არ შეუძლია უბრალოდ შემთხვევით ისროლოს ჭურვები იმ იმედით, რომ ზოგიერთი მათგანი მიზანს მოხვდება. ამის ნაცვლად მისი ეკიპაჟები ძალიან გონიურულად მოქმედებენ, ფრთხილად არჩევენ სამიზნეებს და ზუსტად არჩევენ გასროლის მომენტს. და სწორედ ამის წყალობით მათ შეუძლიათ მიაღწიონ ასეთ წარმოუდგენელ ეფექტურობას. ზოგიერთი ეკიპაჟი კი 95%-მდე სიზუსტესაც კი აფიქსირებს, როცა მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ჭურვი ვერ ხვდება მიზანს. ეს როგორც თავად M777-ის შესანიშნავი კონსტრუქციის, ასევე მისი უკრაინელი ოპერატორების მოთმინებისა და დისციპლინის დასტურია. რა თქმა უნდა, მათ ჯერ კიდევ ბევრი სიფთულე აქვთ. მიუხედავად გაისროლე და გადაინაცვლე ტაქტიკისა და უფრო გონივრული პოზიციონირებისა, დრონები ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენენ. სხვადასხვა ანტიდრონული თავდაცვა ეხმარება პირდაპირ დარტყმებისა და განადგურებული ქვემეხების რისკის შემცირებას, მათ შორის ისეთებიც, როგორიცაა დრონის ბადეები, რომლებიც განთავსებულია ქვემეხების ზემოთ. ელექტრონული ომის ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უშლიან დრონების ნავიგაციის სისტემებს და მიზნიდან აცდენენ მათ, ასევე კონტრბატარეის რადარები და დრონების სადაზვერვო ქსელები, რომლებიც ეკიპაჟებს აფრთხილებენ, ემზადება თუ არა რუსეთი და როდის საპასუხო დარტყმისთვის. უკრაინა ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს და განსაზღვრავს სროლის ადგილებს. ხშირად მხოლოდ უსაფრთხო გამაგრებულ პოზიციებზე ათავსებს ჰაუბიცებს, რომლებიც ბევრად უფრო მდგრადია დრონებისა და მტრის საარტილერიო ბატარეების მიმართ, ვიდრე ღია ადგილები. მიუხედავად ამ თავდაცვითი ტაქტიკებისა და დამცავი ზომებისა, ყველა M777 არ ტოვებს ბრძოლის ველს უვნებლად. საბედნიეროდ უკრაინელი ინჟინრები ასევე განსაკუთრებულად გამოცდილი გახდნენ დაზიანებული ერთეულების შეკეთებაში და მათი ბრძოლის ველზე ხელახლა განთავსებაში. როგორც ერთი ჯარისკაცი აღნიშნავს, ჩვენი ჰაუბიცები დაზიანდა როგორც ლანცეტის დრონების, ასევე გრადის რაკეტებისა და კრასნოპოლის ჭურვების მიერ, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით მათ შეკეთებას. ზოგ შემთხვევაში, როდესაც ბრძოლის ცხელ წერტილში სწრაფად სჭირდებათ შეკეთება, უკრაინული ჯგუფები ცნობილია იმით, რომ იყენებენ ნებისმიერ სათადარიგო ნაწილს, რაც ხელთ აქვთ, რათა აწყონ ფრანკენშტეინ ქვემეხები, რომლებიც შედგება სხვადასხვა ერთეულის ნაწილებისგან. სხვა შემთხვევებში დაზიანებული საარტილერიო სისტემები იგზავნება სარემონტო ქარხნებში, სადაც ნიჭიერი ჯგუფები და მექანიკოსები სასწაულებს ახდენენ, რათა ეს 10 წლეულების წინ შექმნილი იარაღები ისევ ახალივით გამოიყურებოდეს და მუშაობდეს. როგორც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი აჯამებს, ის ავღანეთისა და ერაყის ომისთვის იყო შექმნილი, მაგრამ ბრძოლაში ჩვენ მას ძირითადად ჩვენი გზით ვიყენებთ. ბევრ რამეს ჩვენ თვითონ ვიგონებთ. ეს მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინის ისტორია მთელი ამ ომის განმავლობაში. მას ყოველთვის საუკეთესო პირობები არ ჰქონია. მას ყოველთვის არ ჰქონია იდეალური აღჭურვილობა ყველა სიტუაციისთვის და უწევს ძალიან დინამიურ ომთან გამკლავება, რომელიც საწყისი ეტაპებიდან წლების შემდეგ სრულიად სხვაგვარად შეიცვალა. მაგრამ ისევ და ისევ მან მოახერხა შეუძლებლის გაკეთება. მან იპოვა გზები, რომ ყველაფერი თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა. მან თითქოს usargeblo ან მოძველებული რესურსები, თავისი სამხედრო მანქანის ფასდაუდებელ ნაწილებად აქცია და ახლა ამით სარგებლობს კიდეც. M77-ები კვლავაც ცეცხლს აყრიან რუსულ პოზიციებს და ქაოსს ქმნიან კრემლის ძალებისთვის. ეხლა გაიგეთ მეტი უკრაინის სამხედრო ინოვაციებზე ამ ვიდეოში, სადაც განიხილება თუ როგორ განახორციელეს კიევის ჯარისკაცებმა დამანგრეველი შორ მანძილზე შეტევა რუსეთის გამანადგურებლების ფლოტის წინააღმდეგ. ან ნახეთ ეს ვიდეო, რათა უფრო ღრმად გაიგოთ, როგორ შეიცვალა ომის დინამიკა მასიურად უკრაინის სასარგებლოდ. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show-იც, რათა მიიღოთ მეტი ანალიზი, ხედვა და დეტალური ანგარიშები ამ და სხვა კონფლიქტებიდან.